როგორც იცით, ჩვენ ხდებით მოსახლეობას ხელვაჩაურში, ხულოში, შუახევში, ქობულეთში, ქედაში და მინდა გითხრათ, რომ აი ამდენი, როგორც ახლა დაგროვდა აჭარაში პრობლემები, აი მსგავსი პრობლემები აჭარას არ ქონია, არც წინა ხელისუფლების დროს და არც კიდევ იმის წინ. იმდენად გაუსაძლისი გახდა აჭარის მოსახლეობისთვის აქ ცხოვრება. მარტივ მაგალითს გეტყვით, უბრალოდ რომ ხულოს რეგიონი იცით, რომ ერთ-ერთი დემოგრაფიულად ერთ-ერთი მკვებავი იყო დანარჩენი საქართველოსი და თვითონ თავად ხულოს რაიონი 30% არის შემცირებული და ეს არ არის კარგი ცხოვრებით გამოწვეული. გეტყვით, რომ ახალგაზრდების გადინება არის როგორც სხვა დანარჩენი რაიონებიდან, ასევე ხულოდან და თითქმის დაცარიელებული სოფლები და ძალიან ბევრი დაცარიელებული სოფლები არის და მართლა გული მოგიკვდება ადამიანს, რომ აი ამ ყველაფრის შემხედვარე ყველაზე ის დიდი პრობლემები, რომელიც ჩვენს რეგიონს აწუხებს, ეს არის რა თქმა უნდა ის უმუშევრობა, ის მიკერძოებული პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს თავისი ხალხის წინააღმდეგ და მარტივი მაგალითს მოგიტანთ უბრალოდ ახლა მე ვიმყოფები ბენზეს დასახლებაში, ასეთი უბანი არის, ძალიან კარგი უბანი არის, ძირძველი უბანი არის ბათუმის და რამოდენიმე მეტრში აქედან იყო სანაპირო, ზღვის სანაპირო და იცით ქართული ოცნების პოლიტიკის გამო აი ამ ძველს ზღვასთან, სანაპიროსთან ასე ვთქვათ დასახლებულ უბანს გასასვლელიც კი წაართვა ქართულმა ოცნებამ. იცით რომ აქ ხელოვნური კუნძული შენდება და ამას აშენებს რუსეთის მოქალაქე ქებურია, რომელსაც რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე მთლიანი სტრუქტურა ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული. რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი არ ჩანს, მაგრამ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის გარეშე არაფერი არ წყდება აბსოლუტურად და თავად პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ხდება ინერტიული მასალის მიწოდება აი ამ ადამიანისთვის. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, კინტრიშის ხეობა, რომელიც დაცული ტერიტორია არის, გამოაცარიელეს თავიდან ბოლომდე, ამოიღეს ინერტიული მასალა, ასეთივე საქმიანობას ეწევიან ჭოროხის დელტაში და მთლიანად აი ჭოროხიდანაც ამოღებული ინერტიული მასალა და სხვათა შორის კობახიძის განკარგულებით და მარტივად რა მოსახლეობას რო გავაგებინოთ, დაახლოებით 300,000 კუბურ მეტრზე არის საუბარი, რომლის მთლიანი საბაზრო ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს და მხოლოდ და მხოლოდ გადაახდებინენ დაახლოებით 300,000 ლარი. აი გუშინ ვიმყოფებოდით ჩვენ ქობულეთში და არის ასეთი ულამაზესი სოფელი კვირიკე, სადაც ეს ორი ასე ვთქვათ ორი მდინარე კვარი ესა რა ქვია ჭოროხისა და აი ამ დანარჩენი ინერტული მასალის ამოღების შემდგომ უკვე დაიწყეს მთის გადაჭრა კვირიკეში, საიდანაც იღებენ ბაზალტის ქვას 1,500,000 კუბურ მეტრზე არის საუბარი და მისი საბაზრო ღირებულება რა თქმა უნდა ისევ და ისევ 120 მილიონ ლარს აჭარბებს და მხოლოდ და მხოლოდ გადაახდებინენ ამ ადამიანს დაახლოებით 360,000 ლარი. აი ეს ყველაფერი მოაქვს და რა თქმა უნდა აქ ხელოვნურ კუნძულს აი კერძო ბიზნესში აბანდებს ქართული ოცნება, რა თქმა უნდა ინტერესის გარეშე ეს შეუძლებელი არის და გამორიცხული არის და იგივე პრობლემები არის. არა მარტო აი ასეთი თავხედური მიდგომა აი ამ რეგიონის იმ დოვლადზე, რომელიც ხალხს ქვეყანას ეკუთვნის და რა თქმა უნდა იმას ითვისებს ქართული ოცნება და თავარ შემომწირველებზე მიდის ეს წლიანი დოვლათი და ერთი რამ კიდე რაც აუცილებლად საქმელი არის. იცით რომ ქობულეთი, ჩაქვი, გონიო, კვარიათი ეს ის დასახლებები არის, რომელსაც აი ამ სეზონურად ეს ადამიანები შოულობდნენ რაღაც თანხას, რომელიც მათი ოჯახების გამოსაგვებად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აი ზუსტად ის პრივილეგირებული ბიზნეს აი კომპანიები, რომლებიც კვებავს ქართულ ოცნებას,
უზარმაზარ სასტუმროებს აშენებენ და რა თქმა უნდა ეს ადამიანები უკვე კონკურენციაში ვერ შედიან აი ამ დიდ ბიზნესთან და აი აქაც კი ასე ვთქვათ პირდაპირ გაგებით ტაციობა მიდის იმ დიდი დოვლათის და იმ დიდი საშუალების რომელსაც თვითონ რეგიონი აძლევს აი ამ ხალხს ის რომ აი გუშინ კიდე მინდა რომ გითხრათ რომ გუშინ ვიყავთ ჩვენ ასულები გონიოში და დიდი ხანია ამ მაცხოვრებელი ადამიანები ითხოვენ საბავშვო ბაღს და 3 წლის განმავლობაში ორჯერ ტენდერი გამოცხადდა 100,000-ობით ლარი დაიხარჯა და ახლა გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ რომ ეს უნდა გაყიდოს ეს ადგილი და ბაღი არ უნდა ააშენოს და მოსახლეობა რომელიც სხვა ტერიტორიას აი ძალიან დიდი მოშორებით დაყავთ ბავშვები არადა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია არის ზამთარში ზედმეტი თანხა ზედმეტი ენერგიის ხარჯის მიუხედავად ეს გააკეთა გუშინ ქართულმა ოცნებამ როდესაც ჩვენი გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე იყო ჩამოსული და შეხვდა ადგილობრივებს რომლებმაც თავიანთი გულისწყრომა გამოხატეს და აი ამაზე საპასუხოდ ქართულმა ოცნებამ გააკეთა განცხადება რომ იქ ბაღი თურმე არ აშენდება რა თქმა უნდა კარგი ადგილი არის და ალბათ რომელიღაცა ბიზნესმენის ინტერესის ასე ვთქვათ თავიანთ ხედვაში ასე ვთქვათ არეხედვის არეალში მოექცა ეს ტერიტორიას და რა თქმა უნდა იქ ალბათ სამომავლოდ დავინახავთ რაღაც მაღლივ სასტუმროს რომელსაც რა თქმა უნდა ისევ და ისევ ქართული ოცნებისა და მათზე მიმაგრებული ბიზნესი გამოიყენებს ეს არის ის რეალობა რაც აი ამ კუთხეში აჭარაში ხდება აბსოლუტურად არ განსხვავდება ბათუმში მაცხოვრებელი ადამიანების პრობლემები ზემო რაიონის მაცხოვრებლების პრობლემებისგან ყველგან არის უსამართლობა ყველგან არის ნეპოტიზმი ყველგან არის მიტაცება სამუშაო ადგილებზე საუბარი ზედმეტი არის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ 30% ხულოს რაიონისთვის გადინება არის აი ძალიან დიდი ზიანი აი არა მარტო რეგიონისთვის არამედ ქვეყნისთვის მე უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რომ მარტივი რაღაცა არის აი ჩვენ ხშირად ვუყურებთ აი ამ ადამიანებს და ჩვენ რაღაც ხომ უნდა იგრძნო ადამიანმა რომ რაღაც ვალდებულებები უნდა ამოძრავებდეს არა საკუთარი ხალხის წინაშე რა თქმა უნდა აი რომ შეეკითხოთ ამ ადამიანებს ხო იმასაც კი არ იკადრებენ რომ სამხედრო სავალდებულო საქმე აი გაწვევა როდესაც იწყება ხო საკუთარი შვილების გაწვევას რა თქმა უნდა ეს ადამიანები არიდებენ თავს ეს არის ქართული ოცნების ხელმძღვანელები ეს არის დეპუტატები ეს არის რა თქმა უნდა ის კიდევ და კიდევ ის მსხვილი ბიზნესი რომელიც კიდევ და კიდევ კვებავს ქართულ ოცნებას და ამ შემთხვევაში რა ხდება ჩვენ ქართული აი პატიოსანი მოქალაქეების შვილები უნდა წავიდეს სამხედრო სავალდებულო ასე ვთქვათ სამსახურში რომ დაიცვან ამათი სამომავლო კეთილდღეობა აი ამას გვთავაზობს ქართული ოცნება ეს არის ის რეალობა რა რეალობის წინაშეც უწევს გამკლავება დღევანდელ დღეს აი ამ რეგიონში მაცხოვრებელ ადამიანებს და დარწმუნებულია დანარჩენ საქართველოშიც იგივე ხდება დიახ კი ბატონო და ბოლო კითხვას დაგისვამთ ბატონგენო რა შეგიძლიათ გითხრათ როგორც ვიცით აჭარა ესე ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა განსაკუთრებით ზაფხულში ტურისტული მიმართულება როგორი არის სეზონი რას გვეტყვით დამსვენებლებზე მათ შორის ძირითადად ვინ არიან ვინ სტუმრობენ მოკლედ ბათუმს ამას იმიტომ გეკითხებით რომ სოციალურ ქსელებში ჩვენ მე არაერთი საქართველოს მოქალაქის ვიდეო მინახავს რომლებიც რაღაცნაირად თითქოს უკმაყოფილებას გამოთქვამენ რომ აი ბათუმის ქუჩებში რომ გაივლი ძალიან ბევრი რუსულენოვანი ადამიანი არის ჩამოსული რომლებმაც მათ შორის ასევე ბიზნესები გახსნეს მომსახურება რუსულ ენაზე და ასე შემდეგ რას გვეტყვით თქვენ როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი ამ კუთხით რა სურათი გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ტურისტის მიღება და რა თქმა უნდა ტურისტსაც გააჩნია და რა თქმა უნდა აქ ხარისხი იგრძნობა იყო პერიოდი როდესაც ბათუმს სტუმრობდნენ ევროპის მოქალაქეები რომლებიც კარგი ასე ვთქვათ შემოსავლის წყაროს ტიებენ ადგილზე მაგრამ დღევანდელ დღეს რა თქმა უნდა ეს ფორმა შეიცვალა ისევ და ისევ ქართული ოცნების პოლიტიკის გამო შემოდიან ისეთი ქვეყნებიდან რომლებიც მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ საწინააღმდეგო არ მაქვს თუ მართლა კეთილი განზრახვით არის ვინმე შემოსული და
თუ ვინმეს მართლა უნდა რომ რაღაცა სახის ეკონომიური სიმდიდრე დაუტოვოს ისევ და ისევ ადგილობრივ მოსახლეობას. მაგრამ ფაქტია რომ დღეს ქართული ოცნების პოლიტიკის გამო ევროპული ასე ვთქვათ ის ფინანსური საშუალება რომელიც მართლა რომ აი წყალივით ესაჭიროება დღეს აი ამ კუთხეს რეგიონს გამოაგდა და რა თქმა უნდა ეს იგრძნობა თუნდაც ისე და ისე იმ ფართების გაქირავებაში თუნდაც იმ სასტუმროებში და რა თქმა უნდა იმ დასასვენებელ ადგილებში სადაც ეს ადამიანები ერთობოდნენ და მართლაც საკმაოდ ძალიან საინტერესო შემოსავალსაც იტიებდნენ და დღეს ქართული ოცნების ზუსტად იმ ბოროტი არასწორი პოლიტიკის გამო ევროპამ უარი თქვა მე მახსოვს ბათუმში რომ დადიოდი ქუჩებში და ხდებოდა იტალიური საუბრები, ინგლისური საუბრები, გერმანული, ფრანგული, იაპონური საუბრები. დღეს რა თქმა უნდა რუსული საუბარი ჭარბობს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ტურისტი ჩემთვის ტურისტი არის თუ ის რა თქმა უნდა კარგი განწყობით არის ამ ქვეყანაში შემოსული, მაგრამ დასანანი არის რომ ეს ყველაფერი ჩამარხა ქართულმა ოცნებამ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.